გეოპოლიტიკურ მიზნებსაც თუ შევხედავთ, ნაცვლად იმისა, რომ აი ეს ევრაზიული ერთიანობა, რაღაც ასე ვთქვათ, სატრანსპორტო სავაჭრო კორიდორების დესტაბილიზაციისა, შეერთებული შტატები მიიღებს, ასე ვთქვათ, უფრო გაძლიერებულ, ასე ვთქვათ, აზიურ სცენას, უფრო შეკავშირებულ მოკავშირეებს ამ მიმართულებით და უფრო გაძლიერებულ ირანს იმ თვალსაზრისით, რომ მას მომავალში უფრო მეტი შემაკავებელი ასე ვთქვათ, საშუალებები ექნება, ვიდრე დღეს აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე გარკვეულწილად რაღაც გაკვეთილები უკვე ასწავლია ამ თვალსაზრისით და ასევე კიდევ ერთი რაც მინდოდა მეთქვა და არ მინდა რომ გამომჩეს, თუ აქამდე მაგალითად ირანის ესე ვთქვათ, უსაფრთხოების სისტემები გარკვეულწილად ეფექტურად ვერ მუშაობდა და როგორც ნახეთ, ეს მოსადის დივერსიული ქმედებები და დაჯგუფებები მრავლად იყო ირანში. ახლა უკვე ჩვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად ათეულობით ასეთი დივერსიული ჯგუფი უკვე დააკავეს ირანში. პრაქტიკულად გაშიფრულია, შეიძლება ვთქვათ, ეს ქსელი, ეს დივერსიული ჯგუფების ქსელი, მათი მოქმედების ალგორითმი, კონკრეტული ასე ვთქვათ, შეიძლება ჯგუფები, პერსონები, რაც უკვე ისრაელს და შეერთებულ შტატებსაც ართმევს სამომავლოდ იმის შესაძლებლობას, რომ შიდა არეულობები და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ირანში. ესეც საკმაოდ ნიშანდობლივია. გამომდინარე იქიდან, რომ თავარი დარტყმა ირანს აი პირველ დღეებში მიადგა ზუსტად აი მოსადის დივერსიული ჯგუფებისგან მათი დრონების საშუალებით და აი ამ დრონებმა მოახდინა თავდაცვითი სისტემების პარალიზება მაშინ. ამ თვალსაზრისითაც აი მომავალში შეიძლება ვიხილოთ უსაფრთხოების კუთხით უფრო გაძლიერებული ირანი, რაც ასევე ასე ვთქვათ, კონტრპროდუქტიული შედეგი იქნება შეერთებული შტატებისთვის.